ჩვენ რა თქმა უნდა ვითხოვთ ყველა სინდისის პატიმრის და პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, მაგრამ ახლა იძულებულები გავხდით, რომ ყურადღება გაგვემახვილებინა ქალი პატიმრების, კონკრეტულად კი ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რადგან ეს ადამიანები ახლა განიცდიან წვავე ტკივილებს, როდესაც ჩვენ აქ სტუდიაში ვსაუბრობთ, ან მაყურებელი მშვიდად სახლიდან გვიყურებს და აი ამ ჯოჯოხეთური ტკივილების გაყუჩება და გამკლავება ხდება მხოლოდ რაღაც მედიკამენტებით, რომელიც არის დროებითი გამაყუჩებელი, არ ხდება მათთვის შესაბამისი მკურნალობის გაწევა და ჩვენ ამ ტანჯვას და წამებას, რომელზეც ისინი საჯაროდ საუბრობენ წერილებით თუ სატელეფონო ზარებში, ვერ უგულებელყოფდით და ვერ დავტოვებდით უყურადღებოდ. მთელი კვირის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ჩავატარეთ, მაგალითად საპროტესტო მოძრაობა სამასმა ქალმა მიმართა ოფიციალურად ნესტან ვერულაშვილს. ეს გახლავთ ნომერ მეხუთე პენიტენციური დაწესებულების ქალთა ციხის დირექტორი და სწორედ ქალბატონ ნესტან ვერულაშვილს ვაკისრებთ პირველ რიგში პასუხისმგებლობას ამ ქალების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, იმიტომ რომ სწორედ ეს ციხის დირექტორი არის პასუხისმგებელი პირველ რიგში მათ მდგომარეობაზე. ვითხოვთ მასთან შეხვედრასაც, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ შაბლონური პასუხით შემოიფარგლება აღნიშნული ციხის დირექტორი და თქვენი ეთერის მეშვეობითაც მივმართავ. ქალბატონ ნესტან, ვთხოვთ გამოიჩინოთ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში გულისხმიერება, ყურადღება და შევხვდეთ, მოგვისმინოთ ჩვენ ერთობლივად, თქვენ როგორც ქალს და როგორც ციხის დირექტორს ისე მოგმართეთ, იმიტომ რომ ამ ქალების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი პირი სწორედ თქვენ ბრძანდებით. ჩვენ ქალ პოლიტიკოსებთან ერთად ერთობლივად დიამეტრებელმა მარიკა რევაძემ და მე მივმართეთ ასევე სახალხო დამცველსაც, იმიტომ რომ სწორედ სახალხო დამცველს მოვთხოვეთ, რომ შევიდეს უშუალოდ პირადად ორივე პატიმართან და გამოიტანოს კიდევ უფრო სანდო ინფორმაცია თუ არ ენდობიან ჩვენს დათქვამს, მათ დათქვამს. სახალხო დამცველის აპარატი ხომ არის ვალდებული, რომ მონიტორინგი ჩაატაროს მათ მდგომარეობაზე და მოუყვეს საზოგადოებას აცნობს ველოდებით ამ გამოხმაურებასაც. ზურა ცეცხლაძე გახლდათ პირადად ადვოკატის სტატუსით შესული ანასტასია ზინოვკინასთან და გამოვიდა ძალიან შეშფოთებული, დათრგუნული მისი მდგომარეობით და ესეთი რაღაც თქვა 30 წლის გოგო ავადმყოფობისა და ციხეში არსებული აუტანელი მდგომარეობის გამო 60 წლის ქალს დამსგავსებულაო. ჩვენ ვესაუბრეთ გარდა ადვოკატებთან ინტენსიური კომუნიკაციისა და საკითხების გამოკვლევისა ნინო დათაშვილს, რომელმაც გამოიარა ეს ჯოჯოხეთი და მან თქვა თავის განცხადებაში, რომ მე ვარ გადარჩენილი და ის წვალება, ის წამება, რაც მე გამოვიარე ჯოჯოხეთური ტკივილები, არ მინდა რომ ანასტასია ზინოვკინამ და ნანა სანდერმა გამოსცადონ კიდევ უფრო ინფორმებში, რომელიც ნინომ გამოიარა და სწორედ ამიტომ საზოგადოებას მოუწოდა აქტიურობისკენ და სოლიდარობისკენ. ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ ეჭვ შევიტანოთ მის საუბარში და ჩვენს პირად საუბარში სამუშაო შეხვედრაზე ნინო დათაშვილი გვესაუბრა იმ ყველაფერზე, რაც საჯაროდ გაცხადებულია და იმ ყველაფერზე, რაზეც საჯაროდ არ ყოფილა საუბარი და ეს ყველაფერი არის შემაშფოთებელი. ჩვენ ამაზე უბრალოდ გაჩერება არ შეგვიძლია. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ საზოგადოებამ, სწორედ ამიტომ ქალთა მოძრაობიდან იდა ბახტურიძემ, ქალი პოლიტიკოსები და ხატია დეკანოიძემ და სხვა გულშემატკივრებმა ერთობლივად დავაანონსეთ პენიტენციურ დეპარტამენტთან და სამსახურთან კერძოდ აქცია 27 იანვარს საღამოს 6 საათზე. ეს დეპარტამენტი მდებარეობს ზურაბ ანჯაფარიძის 18 ნომერში მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ და გთხოვთ ყველას, რომ გამოხატოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ანი ქავთარაძემ, პოლიტიკოსმა და ექიმმა და გიორგი ახობაძემ, სინდისის პატიმარმა ერთობლივად შექმნეს პეტიცია, რომელზეც 70-ზე მეტი ექიმი აწერს ხელს და ეს განცხადება ჩააბარეს პენიტენციურ დეპარტამენტში. კიდევ რა არის საჭირო ჩვენი მხრიდან რომ გაკეთდეს, რომ იმ უწყებებმა, რომლებსაც ევალებათ პატიმრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, იმოქმედონ და გადადგან ქმედითი ნაბიჯები. ჩვენ არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვთ, მხოლოდ ვითხოვთ იმათ, რომ პატიმრობაში უდანაშაულოდ მყოფ ადამიანებს მიექცეთ ყურადღება, იმიტომ რომ სიცოცხლე არის ძალიან საფრთხილო. ჩვენ ახლა ბეწვისხიდზე გავდივართ და ერთმა წუთმა და ერთმა წამმა შეიძლება მიგვიყვანოს ფატალურ შედეგებამდე. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პენიტენციურ დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელს, ურთქმელიძეს და ქალბატონ ნესტან ვერულაშვილს. ქალბატონ ნესტან, ჩვენ კიდევ მზად ვართ თქვენთან შეხვედრისთვის. გამოხატეთ ნება და ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამ ქალების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს. კი ბატონო.